დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმინდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებით და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა. ეკატერინეს დედამ ფარულმა ქრისტიანმა ასული თავის სულიერ მამასთან ქალაქის მახლობლად განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმინდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოусმინა უთხრა: მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე. მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია. სიბრძნე ყველაფერ არსებულს განაგებს. სიმდიდრე მთელ სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ უდრავაც არ მცირდება. პირიქით მრავლდება. წარმომავლობა კი ენით გამოუთქმელია. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმინდა მარიამის შვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წფელი გულით აღვნენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა, წმინდანის წინ საღვთო ჩვენებით წარდგა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს თხოვდა შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისათვის. მაგრამ ყრმამ პირი აარიდა ასულს. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა და ნათლობის წესი აღასრულა. მაშინ წმინდა ეკატერინეს სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უწოდა წმინდა ქალწულს, უბოძა წმინდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი, ოქროს ბეჭედი ბრწყინავდა. ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინე ჩამოვიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებს წირავდნენ. დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვრებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმინდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღზრუნვა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უგმერთო იმპერატორ მაქსიმის მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართა ცდომა. ქალწულის სილამაზე მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაც მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნა თავს იდვეს სიკვდილი ქრისტესთვის. იმპერატორის ბრძანებით მარტვილებით ცეცხლში გამოწვეს. იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ნეტარი. შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმინდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცნა ღვთაებრივი მადლით სახე გაბრწყინვებული წმინდანის სულის სიმტკიცემ. წმინდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამჟავროზე წარადგინეს. ბორბალზე წამებულ დაემუქრენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უღარყოფა და ცრუ ღმერთებისათვის მსხვერპლი შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი, იგი თავად მიუახლოვდა ბორბალს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები
და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასაული რომ იხილეს დედოფალმა ავგუსტამ და მხედართ უფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველას სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის სტუნებას და ამჟამად სოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. დეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის ქრისტეს ერთგული რჩებოდა. ლოცვა აღავლინა მისდამი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უჟულოებმა მარტვილს თავი მოკვეთეს. დეტარი ეკატერინეს წმინდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. მე-6 საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნო მყოფელის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივის გადააბრძანეს იმპერატორ იუსტიანეს მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში. წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ლოცვებით დედოფალი ავგუსტას, მხედართ უფროსი პორფირის, 200 მეომრის და 50 ბრძენი ფილოსოფოსის ლოცვებით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შეგვიწყალოს და გვაცხონოს. აქ ერთი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი, ეკატერინემ ცოტა უცნაური სურვილი გამოთქვა, რომ თქვა გაყვებოდა ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებით და სიბრძნით მასზე აღმატებულს. და დედამ რომ მიხვდა რომ რაღაც უცნაური თქვა თავის შვილმა, ახეთ რა გააკეთა, წაიყვანა თავის მოძღვართან. როცა შეატყობ რომ შენი შვილი ცოტა უცნაურად იქცევა რაღაცას, ან ძალიან ჭკვიანურს ლაპარაკობს, ან პირიქით რაღაცა ცოდვისკენ მიიდრიკა რაღაცა, უნდა წაიყვანო მოძღვართან. და თან შვილები ისე უნდა გაძარდოთ, რომ მოძღვართან ახლო ურთიერთობა გქონდეს, რომ მიიყვანო, იქ არ მოერიდოს ლაპარაკი და ყველაფერი უთხრას მოძღვარს და შემდეგ რასაც მოძღვარი ეტყვის შეასრულოს. ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ აი რატო ამბობთ, რომ მოუნათლავი ადამიანი ვერ ცხონდება, ვერ შევახთვის ასუფეველში. ეკატერინე ეძებდა სარწმუნოებას, მაგრამ მონათლული რო არ იყო, თვიშობელი რო ეუბნებოდა მათ ხო არ შეხედეო, უფალმა უთხრა, რომ არ შეხედავდა მას. რადგან არ იყო მონათლული. და რომ ყველა მოუნათლავისივით უშნოაო. და როცა მეორე დღეს მოინათლა და კვლავ იყო ხილვა, მაცხოვარმა გადასცა ბეჭედი. და როცა გაიღვიძა ეს ბეჭედი ეკეთა ხელზე. ახლა მეორე რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როცა ქრისტიანი ხედავს რომ ქრისტიანებს დევნიან, ატყუებენ, აწამებენ, ებრძვიან, უნდა აიმაღლოს ხმა მათ დასაცავად. ჩვენ პერიოდში ახლა შეიძლება ესე პირდაპირი დევნა არ არის, მაგრამ ფარული დევნა არის. ჩვენ როცა ამას შევამჩნევთ, რომ არასწორი ხდება, უნდა ვთქვათ. თქვენც უნდა თქვათ, ეს სულს გონია, რომ მარტო ვდლის მოვალეობაა, მარტო ეპისკოპოსის მოვალეობა არა. ყველამ თავისი წილი სარწმუნოება თვითონ უნდა დაიცვას. თვითონ უნდა შეეცადოს, რომ თუ კი სადმე ისეთი რამე ხდება, რომ ღმერთი იგმობა, ადამიანს ატყუებენ, არასწორი სარწმუნოებისკენ დრეკენ, უნდა ხმა მოიღოს და უთხრას, რომ ეს არ არის სწორი და იმ ადამიანს გვერდში დაუდგეს. ნახეთ, როგორც მოისმინეთ, ეკატერინე იყო ძალიან განათლებული. ეს განათლება გამოიყენა იმისთვის, რომ 50 ბრძენი ადამიანი, იმპერიაში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე. და როცა მათ აღიარეს ქრისტე, იმპერატორმა ბრძანა, რომ ცეცხლში გამოეწვათ უყველანი და ჯვარი გადასახა ეკატერინემ და ამ ღვაწლზე აკურთხა. დღეს
ხედავთ რომ ადამიანები ნაწილი მადლობა ღმერთს არა ყველა, მაგრამ რაღაც ნაწილი განათლებას იყენებს ღმერთის საწინააღმდეგოდ. ადამიანები საცდუნებლად იყენებს. აი ცოტა ხნის წინ მაგალითად თქვენ გაიგეთ რომ ნიკეაში ეს თურქეთის ტერიტორიაზე არის ჩავიდა სოფლიოს პატრიარქი ბართლომეოსი რომის პაპთან ერთად იქ იყო თუ არ ვცდები ალექსანდრიის ეპისკოპოსიც, მთავარ ეპისკოპოსიც. მადლობა ღმერთს რომ იერუსალიმი არ ჩავიდა, მადლობა ღმერთს რომ ანტიოქიელი არ ჩავიდა და რომის პაპთან ერთად ილოცეს. და რომის პაპმა თქვა ნიკიის კრების სიმბოლო. ამ ყველაფერს ისე აკეთებს უწმინდესი პატრიარქი ბართლომეოსი რომ თან ჟურს ღალატობს და თან თვითონ კანონისტი არის, საეკლესიო სამართლის სპეციალისტია. ისეთ რამეს არ არღვევს რომ მე ვინმე მუთხრას რომ თქვენ დასაჟელი ხართ რადგან მწვალებელთან ეს გააკეთეთ. აი ერთი მაგალითს გეტყვით, მაგათ რო შეხვდებიან კურთხევას კი არ აიღებს რომის პაპისგან. თუ მე ეტყვიან რომ არ შეიძლება მწვალებლისგან რომ კურთხევა აიღეო. პანაღია რო უკეთია, იმისას აიღებს და ღვთისმშობელს აკოცებს პანაღიაზე. ვინმე თუ ეტყვის რატო აიღებს ღვთისმშობელს ვაკოცებ. რომის პაპი რა შუაშია ეტყვის. ის რომის პაპიც რომ მოვა ამას ხელზე კი არ ემთხვევა. ისიც ამის პანაღიას აკოცებს. ლოცვაზე გარეთ დადგნენ. მერე შიგნითაც შეიყვანეს. ეს როცა შემოსილია მსახურებს, ის შემოსილი არ არის. როცა ის შემოსილია, ეს შემოსილი არ არის. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ წესით მაინც დასაჟელია. მაინც უკანონობას აკეთებს, მაგრამ რომ მიუდგე კანონებით თავს გაიმართლებს. ოღონდ ეს გამართლება გულწრფელი არ იქნება. ეკლესია მოკლედ თქვა, ვინ წვალებელთან ლოცულობს, ის არის დასაჟელი. ეხლა ეს რაღაცებს იგონებს, რომ თავი იმართლოს, მაინც მიუღებელია. იმის მაგივრად რომ 1700 წელი გავიდა ნიკეის კრებიდან და ამას ეთქვა რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენა როგორც ნიკეის მამებმა თქვეს, ამან ლათინთა თავი წვალებელთა თავი ჩაიყვანა და იმას ეტლოსები ჩაატარა. მადლობა ღმერთს რომ საქართველოს წარმომადგენლები არ იყვნენ. იერუსალიმი არ იყო, ანტიოქია არ იყო, დამწუხრებული იყო რომ არ იყო ძველი ხუთი ეკლესია იქ, სულ ყველა. კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, იერუსალიმი, ანტიოქია და რომი. სამი ჩავიდნენ. ის ერთი მწვალებელია, ეს ორიც კიდე რას აკეთებენ? ძიმეს ალაპარაკოა ამაზე, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ესეთი ქმედებები არის დანაშაული. განათლება კაცმა იმიტომ კი არ უნდა გამოიყენო, რომ კანონებს აუარო. განათლება კაცმა იმიტომ უნდა გამოიყენო, რომ კანონები დაიცვა და ადამიანებთან მიიტანო ქრისტე. როგორც იხილეთ და მოისმინეთ, სასწაული მოხდა წმინდა ეკატერინესო თავი მოკვეთეს, მისი სხეული ანგელოზებმა წააბრძანეს სინას მთაზე. ეხლა სინას მთაზე არის ეკატერინეს მონასტერი აშენებული იუსტინიანეს მიერ მე-6 საუკუნეში და იქ არის მისი უხსნელი სხეული და ის ბეჭედი, რომელიც მაცხოვარო მისცა, ეხლა უკეთია ხელზე. ორსულების ფარველია წმინდა დიდმოწამე ეკატერინე, როგორც იცით. და როცა ვინმე მივა იქ თხოვს დახმარებას, ბეჭდებს ჩუქნია ხოლმე. იქაური მამები წმინდა ეკატერინეს გაუკეთებენ ხელზე და მერე ჩუქნია ხოლმე და ეს ელოცა კურთხევას აძლევენ და ეხმარებათ ძალიან ბევრ ადამიანს, რომ მშვიდობით გააჩინოს შვილი.